დღეს მსოფლიო ბავშვთა შრომის წინააღმდეგ ბრძოლის დღეს აღნიშნავს. რას ნიშნავს ზოგადად ბავშვის შრომითი უფლებები, რა რეგულაციები არსებობს და რა ასაკის მოზარდს როგორი სამუშაო შეიძლება ჰქონდეს. აი სწორედ ამ ყველაფერზე ვისაუბრებთ ახლა შრომის ინსპექციის სამსახურის უფროსთან ბექა ფერაძეა ჩვენი სტუმარი. დილამშვიდობისა ბატონო ბექა. დავძანით ბატონო ბექა. პირველ რიგში გავმარტოთ რას ნიშნავს ბავშვის შრომითი უფლებები და რა განსხვავება ბავშვთა შრომასა და ეკონომიკურ საქმიანობას შორის. მოგესალმებით კიდევ ერთხელ. დღეს ძალიან მნიშვნელოვანი დღე არის 12 ივნისი, როდესაც მსოფლიოში აღინიშნება ბავშვთა შრომის ბრძოლის წინააღმდეგ საერთაშორისო დღე და საქართველოს ხადია გარკვეული აქტივობებით უერთდება ამ კამპანიას ყოველწლიურად და ზრუნავს გარკვეულწილად იმისთვის, რომ კანონმდებლობა და უკვე დახვეწილი არის ბოლო წლებში განხორციელებული რეფორმების შედეგად, რომ ის სტანდარტები, რომელიც თანამედროვე არის, იყოს დამკვიდრებული საქართველოშიც. ზოგადად გაეროს მონაცემებით მილიონობით ბავშვი დღეის მდგომარეობითაც ჩართული არის ბავშვთა შრომაში და აქ ცხადია იგულისხმება ისეთი შრომის ფორმები, რომელიც აზიანებს ბავშვის განვითარებას და გრძელვადიან პერსპექტივაში ნეგატიურად დაისახება მის ჯანმრთელობაზე და მენტალურ მდგომარეობაზე. თორე ზოგადად კანონმდებლობა გარკვეულწილად უშვებს ცხადია ბავშვის შრომას, მაგრამ გარკვეული დათქმები არის. აი გავმარტოთ ხო რა შემთხვევაში უშვებს. ძირითადად ეს არის ისეთ ქვეყნებთან დაკავშირებული, სადაც ეკონომიკური სიდუხჭირია და ბავშვები იძულებული არიან რომ ჩაერთონ შრომაში, მაგრამ გარკვეულწილად მათ შორის საქართველოში დაშვებული არის და მე ხშირად როდესაც ზედამხედველობას ვახორციელებთ როგორც შრომის ინსპექცია, ისმის ხოლმე კითხვა რომ თუ შევხვდით რომ დასაქმებულია ბავშვი, მაგრამ დარღვეულია შრომის კოდექსის რაღაც ნორმა და ამ შემთხვევაში კანონმდებლობა საკმაოდ მკაცრია, ითვალისწინებს ორმაგიოდენობით დაჯარიმებას ობიექტის თითოეულ დარღვევაზე. ხშირად მესმის ხოლმე რომ აი მე მეგონა კარგ საქმეს ვაკეთებდი და ამის გამო დავჯერდი. აი მაგალითად კონკრეტულად რო გითხრათ რა კარგი საქმე აი ახლა გეტყვით რა შეზღუდვა კარგი საქმე და რა აღმოჩნდა გეტყვით ესე იგი შრომის კოდექსი განსაზღვრავს გარკვეულ საათობრივ ლიმიტებს, თუ მაგალითად დასრულ ადამიანს გარდა სპეციფიური დარგებისა შეუძლია კვირაში იმუშაოს 40 საათის ოდენობით 16-დან 18 წლამდე ბავშვისთვის დაშვებული არის 36 საათის ოდენობით. ასაკის რომ დავაკონკრეტოთ 14 წლიდან არის შესაძლებელი. ზოგადად შრომითი ქმედუნარიანობა წარმოიშვება 16 წლის ასაკიდან, მაგრამ მშობლის და მეუღლის თანხმობით შესაძლებელია რომ 14 წლიდან 16 წლამდეც დასაქმდეს ადამიანი ისეთ ბავშვი, ისეთ სფეროში, თუ ეს არ აყენებს მის განვითარებას, ჯანმრთელობას, მენტალურ მდგომარეობას საფრთხის. მაგალითად ეს შეიძლება იყოს კულტურა, სპორტის მიმართულება და ამ შემთხვევაში 24 საათი არის აი სერიალებში შეგვიძლია ნახოთ ტელესერიალში ხო ბავშვები ეს დაშვებულია მშობლის ან კანონიერი მეუღლის თანხმობით, მაგრამ აქ ზეგანაკვეთური შეზღუდვა არის, ღამის დასაქმებაზე შეზღუდვა არის და ასე შემდგომ. დარღვევა ხშირ შემთხვევაში აქ მეტწილად გვხვდება ხოლმე ჩვენ მომსახურების სექტორში საქართველოში არ არის ახლა ბავშვის ესეთი მძიმე შრომის ფორმები, როგორც მსოფლიოს სხვა ქვეყნებში შეიძლება იყოს, მეტწილად შეიძლება იყოს შინამეურნეობაში, როდესაც ოჯახურ საქმიანობაშია ჩართული ბავშვი, მაგრამ ჩვენ როდესაც ზედამხედველობას ვახორციელებთ, ერთ-ერთი ჩვენი პრიორიტეტული და სენსიტიური საკითხია როგორც შრომის ინსპექციის ზედამხედველობისა. ამიტომ თუ მაგალითად სუპერმარკეტში ვნახეთ ადამიანს, რომელიც არის 16-17 წლის და მუშაობს რამე კვებით ობიექტში მაგალითად ნებისმიერ მსგავს ტიპის ობიექტში, დასაქმებული მას უნდა რომ იმუშაოს ცხადია, მაგრამ კანონმდებლობა ამბობს რომ თუ ერთი მუხლიც კი დარღვეულია შრომის კოდექსის, ან მაგალითად ზეგანაკვეთურის, ან რა ვიცი შვებულების, ნებისმიერ შრომის კოდექსში შეიძლება დარღვეული ფიზიკურად არ იყოს, მაგრამ ხელშეკრულების რომელიმე მუხლი იყოს დარღვეული, ორმაგი ოდენობით ითვალისწინებს ჯარიმას. ბატონო, 9 ზედამხედველობის შედეგად 9 სამუშაო ადგილზე 30 არასრულწლოვანთა მიმართებით გამოვლიდა კანონდარღვევა. კი, აი ამას გულისხმობდი, რომ მაგალითად იმუშავა ზეგანაკვეთურად, მაგრამ არ მოხდა მისი ჩარიცხვა პირობითად ავიღოთ. ან შვებულება ეკუთვნოდა 24 სამუშაო დღით და არ მოხდა მისი კუთვნილი შვებულებით სარგებლობა. კანონმდებლობა ითვალისწინებს ორმაგი ოდენობით საჯარიმო სანქციას, თუ პირობითად ავიღოთ შრომის კოდექსის თითოეული დარღვევა ნიშნავს სტანდარტულ შემთხვევაში 1000 ლარის ჯარიმას, 2000 ლარი იქნება თითო დარღვევა და ნუ ეს საოჯახო ბიზნესი ახსენეთ თქვენსაც. საინტერესოა, აი მანდაც ხდება კონტროლი დაუშვათ როგორ არის ბავშვი დასაქმებული და როგორ შრომობს. აი საოჯახო მეურნეობებში იგივე თქვენ რო ბრძანეთ. კარგი კითხვა არის, აი თქვენ ბრძანეთ ეკონომიკურ საქმიანობას შორის რა განსხვავება არის? შინამეურნეობა მსოფლიოში ძნელია კონტროლი, რომ კერძო საცხოვრისში შეხვიდე და ოჯახს მოსთხოვო რომ გარკვეული
მექანიზმები განახორციელოს. ამის უფლება სახელმწიფოს თუ ექსპლუატაცია ხდება, ბავშვის ცხადია აქვს, ამაზე სხვა სამსახური არის უფლებამოსილი, ჩვენ უფრო მეტად ეკონომიკურ საქმიანობაზე ვართ მარეგულირებული. დიახ, აი რამდენად იცელდება თქვენი ზედამხედველობა, როდესაც ქუჩაში ვხედავთ ბავშვი მოწყალებას ითხოვს და ხშირ შემთხვევაში მეურვე ამშობელი მის გვერდით დგას და მითითებებს აძლევს. იძულებითი ამ შემთხვევაში ეს ეკონომიკურ საქმიანობად ვერ შეითვლება ცხადია და თქვენი ზედამხედველობა თუ ვრცელდება და ჩვენ საზოგადოებასაც თუ შეგვიძლია რაიმე წვლილი შევიტანოთ ამ ბავშვის უფლებების მსგავს ტიპის შემთხვევები, შრომის ინსპექცია ზედამხედველობს არა მხოლოდ შრომის კოდექსს, არამედ დაახლოებით 5 კანონი გვაქვს, რომელსაც აღვასრულებთ და ერთ-ერთი არის იძულებითი შრომა და შრომითი ექსპლუატაცია. თუ იქ გარკვეული ნიშნები არსებობს და ჩვენთვის ცნობილია, რომ ბავშვი იძულების წესით ახორციელებს ამ საქმიანობას, ჩვენ თანამშრომლობთ შესაბამის უწყებებთან, გვაქვს შესაბამისი საბჭო და ინფორმაციას ვაზიარებთ, სადაც ქმედითი ნაბიჯები უწყებების მიერ ერთობლივად არის გადადგმული. როგორია თქვენი გეგმა, ანუ ის რომ არ იყოს შრომითი ექსპლუატაცია, ბავშვი ქუჩაში რაც პროდუქტებს არ ყიდიდეს, ზღვაზე ნაყინი არ დაკონდეს და ასე შემდეგ. არა, შესაძლოა დაკონდეს, მაგრამ გარკვეული საათები და გარკვეული რეგულაციები ამ და საზოგადოების როლიც. ძალიან კარგი შეკითხვა არის და კარგი კომენტარია. ცხადია, რომ დათქმებით, რაღაც რეგულაციებით შესაძლებელია აქ რატო არის ხაზგასასმელი, რომ ხშირად მშობელი და ბავშვი, ვინაიდან არის არასოწლოვანი, ვერაცნობიერებს, რომ ის საქმიანობა შეიძლება გრძელვადიანში იყოს ნეგატიური მისი განვითარებისთვის. ამიტომ შეფასება შეიძლება იყოს პრობლემური მიუხედავად იმისა, რომ კანონმდებლობა გარკვეულ დათქმებს აკეთებს და ლეგიტიმურს ხდის ამ პროცესს. ცხადია, მარტო შრომის ინსპექცია ვერ გაწუდება და ეს მსოფლიო გამოწვევა არის, ამაზე მეტყველებს გაეროს მონაცემებით, რომ 160 მილიონი ბავშვი იყო ბოლო მონაცემებით ჩართული სხვადასხვა ტიპის ბავშვთა შრომაში. ამიტომ საზოგადოების როლი აქ არის, რომ თუ ხედავს გარკვეული გამოწვევები არის ბავშვის დასაქმებასთან და ეს ხილულია, უნდა აცნობს ზედამხედველ ორგანოს, კონკრეტულ კომპანიას თუ სადაც მუშაობს და გამოხატოს მისი პოზიცია ამ საკითხთან დაკავშირებით. ჩვენ ნებისმიერ დროს 15:75 არის ჩვენ ხელი ხაზი, სადაც ინფორმაციის მიღებისთანავე ვახდენთ ზედამხედველობას. გარდა ამისა, გვაქვს ცნობიერების ამაღლების კამპანიები, სხვადასხვა უწყებებთან ერთად ვახორციელებთ სხვადასხვა სასწავლო დაწესებულებაში, საზღვრისპირა რეგიონებში ცნობიერების ამაღლებას იმისთვის, რომ მაქსიმალურად დავიწყოთ. დიდი მადლობა. შრომის ინსპექციის სამსახურის უფროსი ბექა ფერაძე იყო ჩვენთან, საუბრობთ ბავშვთა შრომით უფლებებზე.